მუნიციპალურ არჩევნებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანტირეკორდი დამყარდა ამომრჩევლის დაბალი აქტივობის თვალსაზრისით. თბილისში 1,43,482 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, კალაძემ კი 215,082 ხმა მიიღო. შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, მესამეზე კი იაგო ხვიჩია. ცნობისთვის ამ არჩევნებს არ აკვირდებოდა ეუთო ოდირის მისია. ნინი ბალანჩივაძე განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. არჩევნების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ. ოცნების პრემიერი ამბობს, რომ პრაქტიკულად ჩავარდა ნაცმოძრაობის ლელოთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა Deep State-მა. ისევ გამოგონილ Deep State-ზე საუბრობს ირაკლი კობახიძე და ამბობს იმას, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. სავარაუდოდ ქართული ოცნება ამაში გულისხმობს იმას, რაც წამოიწყო თია წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ. დოკუმენტი არის მომზადებული და სავარაუდოდ ოცნება უკვე ემზადება იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და როგორც დღეს კობახიძისგან მოვისმინეთ, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პარტია და ნაციონალური მოძრაობა, ეს იქნება ყველა ის პროდასავლური პარტია, რომელიც იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, მათ შორის ეს იყო თბილისის შემთხვევაში კახა კალაძემ აიღო 71,1%, მეორე ადგილზე არის ირაკლი კუპრაძე, მესამე ადგილზე იაგო ხვიჩია. დღეს კი ქართული ოცნება ირწმუნება იმას, რომ არჩევნები წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო, არანაირი დარღვევები არ იყო, მას აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, თუმცა მე მაყურებელს შევახსენებ, რა განსხვავება არის წინა არჩევნებთან შედარებით, როდესაც არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო ოდირის მისია, არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციები და მაშინაც არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, მათ შორის იყო ფარულობის პრინციპის დარღვევა, რომელმაც საერთოდ უნდა გააბათილოს წესით არჩევნების შედეგები და ახლა ზუსტად იგივე დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა კობახიძე ირწმუნება, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, პრაქტიკულად ჩავარდა ნაცმოძრაობის ლელოთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა Deep State-მა. პრაქტიკულად უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე სრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ. ახლა საინტერესო არის, რა იქნება იმ ოპოზიციური პარტიების გეგმები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ თვითმმართველობის არჩევნებში. გულისხმობ ლელო-ძლიერ საქართველოს და გახარია საქართველოსთვის პარტიებს. გუშინ ამ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ ჩვენ არ მოგვისმენია განცხადება ლელოს პარტიაში. ერთადერთი მათ მოგვიანებით გაავრცელეს წერილობითი განცხადება, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტი იყო შეცდომა და ასევე პარტიაში საუბრობენ, რომ მთავარი არის, რომ ახლა ჩატარდეს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ მიმართულებით იბრძოლებენ პარტიის წევრები. სწორედ ასეთი არის განცხადება. რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის წევრების პოზიცია, მათ გამართეს საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი და ჯერჯერობით უცნობი არის ისინი რას იზამენ, მაგალითად პარლამენტში გამოიყენებენ თუ არა საკუთარ მანდატებს ან საკრებულოებში. ეს ყველაფერი ალბათ უფრო მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნებას ესარგებლა არაფრის მომცემი ბოიკოტით და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებით მიგვეღწია თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ოცნების დამარცხებისთვის და ყოლოდა ოპოზიციური მერები და საკრებულოები. ოცნებამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო გაიფორმა დააპირებს და ალბათ ბოლომდე მიიყვანს სრულიად დაუმსახურებელ ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას მუნიციპალურ არჩევნებში. ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტს ვაგრძელებთ ამ მომენტის ჩათვლით, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ადრეს ვთქვით, რომ იმ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც შეიქმნებოდა ქვეყანაში 5 ოქტომბრიდან, ჩვენ ამ საკითხის განხილვას მიუბრუნდებით.
ჩვენი ამოცანა იყო არ მიგვეცა ქართული ოცნებისთვის საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება. განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა ქართულ ოცნებას მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში. ჩვენს მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც კონსტიტუციური გზით და უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევთ. ახლა უკვე საინტერესო არის როგორ განვითარდება პროცესები, როგორც უკვე გითხარით 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ მოიპოვა გამარჯვება, თუმცა ეს არჩევნები თავად ოპოზიციაც საუბრობს, რომ როგორც წინა არჩევნები მიმდინარეობდა არაერთი დარღვევით და რა სტრატეგია ექნება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჯერჯერობით როგორც უკვე გითხარით ჩვენთვის უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ამაზე ისინი მომდევნო დღეებში ისაუბრებენ.